გამარჯობა. მე ვარ გიორგი და ახლა შემოგთავაზებთ ჩემი წინა ვიდეოს გაუმჯობესებულ გამარტივებულ ვარიანტს. ის ეხება თამაში ტექსტურების გადახატვას, რომელშიც ისეთი სცენარის სახეობა ტექსტურის, რომელშიც გამჭვირვალობის არხი, გამჭვირვალობის მონაცემები გამოიყენება არა ობიექტის გამჭვირვალობისთვის, არამედ მასზე რაღაცა არის განათების ეფექტისთვის, ან glow ეფექტისთვის. როგორც ამ სკრინშოტზე ნაჩვენები. თარგმნის პრობლემა იყო, სირთულე იყო ის, რომ როცა ხსნით ფაილს, მასში იყო ეს 4 არხი. მონაცემთა ჯგუფი, სადაც წითელი ფერია, მწვანე, ლურჯი და გამჭვირვალობის არხი, სადაც თეთრი გამჭვირვალეს ნიშნავს და შავი გაუმჭვირვალეს. პრობლემა ადრე იყო იმაში, რომ თუ ჩვენ დავამატებთ შევცვლიდით ტექსტურას და დავამატებთ ქართულენოვან წარწერას, ხო? დაცვა, მაგალითად. ესე. ეს წარწერა გადადიოდა ალფა არხში და იქაც ჩანდა. და მთელი შემოვლითი გზა იყო, როგორ დავშალოთ ეს არხები, შრეებად, მერე დავამუშაოთ, მერე ისევ შევაერთოთ. ხლოებოე უფრო მარტივი გამოსავალი. ახლა გავხსენით პროექტი, გვაქვს ეს ერთი შრე, გვაქვს ეს 4 არხი და პირველი ნაბიჯი ყოველთვის, როგორც გახსოვთ, არის ეს ფონური სურათის დამუშავება, იმისთვის, რომ ეს მოხსნათ, მოვაშოროთ ინგლისურენოვანი ტექსტი. ესე იგი, პირდაპირ თუ გამოვიყენებ stamp tools, ხო, ეს უკვე პირდაპირ თუ გამოვიყენებ stamp tools, გულისხმევად, ეს არ იხატება ზედ არაფერი. აქ უნდა მოვნიშნოთ აუცილებლად sample merged. მაშინ შეგვიძლია პირდაპირ ვიმუშავოთ ფონზე და ალფა ეს მოხსნათ. და აქ ხედავთ ხო, ეს მონიშნული, ეს არ არის მონიშნული. არ უნდა იყოს მონიშნული და არც უნდა ჩანდეს. ხო, ეს მონიშნული რომ მქონდა, ხედავთ ხო, გავაფუჭე. დავაბრუნოთ უკან. სულ საწყისზე. და ალფა დავამალოთ და არ უნდა იყოს მონიშნული. მაშინ აქ ვიღოთ sample, აქ დაიხატება კარგად. ყველაფერი. ახლა უცებ ვაკეთებ, მაინც არ აქვს მნიშვნელობა ეს საილუსტრაციოა. მოვაშორეთ ინგლისურენოვანი წარწერა. ახლა რომ ვნახოთ ალფაში, არაფერი არ არის, იმიტომ რომ ეს ალფა არ ქონდა მონიშნული და მაგაზე არ იმუშავა ამ tool-მა. და sample merged აუცილებლად უნდა იყოს მონიშნული. კარგი, ეს ნაბიჯი პირველი. ნაბიჯი მეორე დავამატოთ ტექსტი. ტექსტი დაცვა. შევამციროთ. აი ასე. ახლა შუაში დავსვათ. ახლა ხდება, ჯერ ვხედავთ, ხო, ეს არის ცალკე შრე, ცალკე ობიექტი, მაგრამ რატომღაც აი ეს კუთხოვნად გამოიყურება. Anti-aliasing-ი არ მუშაობს ამ შრისთვის. ეს იმიტომ რომ ეს ტარგა ფორმატში ვამუშავებთ სურათს. ამის უნდა დავაკლიკოთ მარჯვენა წყაბით ამ შრეზე edit layer attributes და composite mode-ი უნდა გავაკეთოთ clip to backdrop. მე მგონი. ოკეი, ახლა ვხედავთ რომ გამოსწორდა და კარგად ჩანს ტექსტი, ტექსტის anti-aliasing-ი, ანუ კუთხოვნების აი ეგ დაგლოვება კარგად მუშაობს, ხო, 100% ზუმი რო გავაკეთოთ, ხედავთ რომ ლამაზად არის. ახლა სირთულე მოიხსნა. პირდაპირ გადაედო ეს დაცვის ტექსტი, გადაედო backgrounds, მაგრამ alpha channel-ი არ არის შეცვლილი. და всё, ახლა ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ეს მოვნიშნოთ, გამოვაჩინოთ. აქ შრეებიც შენახულია. File, export. ტარგა ფორმატი არის, ხო, თქვათ new. გავიტანთ. დავხუროთ. მორჩა მაგითი. არაფერის შემოვლითი გზები არ გჭირდება, პირდაპირ ხედავთ რომ ყველაფერი ნათარგმნია და alpha layer-ი არის უცვლელი. ეგ არის და ეგ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომწერეთ კითხვები.
და მაჩვენეთ ნამუშევრები. მადლობა დროებით.